გამარჯობა მეგობრებო. ალბათ ხშირად გინახავთ როგორ ჭხუბობენ ადამიანები. ისეთი რამის გამო, რაც სინამდვილეში მნიშვნელოვანი არც არის. დღეს მოგიყვებით იაკობ გოგებაშვილის ერთ ძალიან საინტერესო ამბავს ორ ძმაზე, რომლებმაც ჭხუბით საკუთარი თავი დააზიანეს. მოდით ვნახოთ რა მოხდა მათ მარანში. სანამ ამბავს მოვისმენთ, ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა გავიგოთ. ქვევრი, ღვინის შესანახი, თიხის ჭურჭელი. მარანი, ღვინის შესანახი, ნაგებობა. ჭხუბი სულ არაფერზე. ორი ძმა გაიყარა. ერთი ქვევრი ღვინო უნდა გაეყოთ. მოდი, ყველაფერი სამართლიანად გავიყოთ. კარგი, ასე ჯობია. შევიდნენ მარანში. ეს ღვინო მე უფრო მეტი უნდა მერგოს. ეს ჩემი ქვევრია. არა ჩემია, ჩემია, არა ჩემია. ხელი გამიშვი, შენ გამიშვი. ვაიმე მეტკინა. მოვიდეთ ჭხუბი. მოხდეს ქვევრი და ცარიელი კი დახვდათ. აი, რა მოუვიდათ ძმებს. ერთმანეთზე ეჭხუბნენ, მაგრამ ბოლოს მაინც არაფერი დარჩათ. ხშირად ჩვენც ასე გვემართება ხოლმე. გაუბრაზდებით და გვავიწყდება, რომ თავარი ერთმანეთის სიყვარული და მეგობრობა და არა რაღაც ნივთი. მოდით, შევეცადოთ, რომ უთანხმოება ჭხუბით კი არა, მოლაპარაკებით მოვაგვაროთ. ჭხუბით არაფერი შემდება, შვიდობით კი ყველაფერი.